მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ევროკავშირმა უნდა თქვას გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გლობსეკ 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე საქართველოს დემოკრატიული მომავალი განაცხადა. დავეთანხმები თქვენს განმარტებას, რომ ვითარება გაჭედილია იმ რაღაცების მიუხედავად, რასაც გარედან ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია სულ უფრო და უფრო ძლიერდება რეპრესიების მეშვეობით, ეს აუცილებელი არ არის ასე იყოს. ერთი მხრივ ძლიერდებიან, მაგრამ მეორე მხრივ მათ ხალხი ტოვებს ან უშვებენ. გვაქვს ტრადიციული შიდა მტრობა და ნდობის ნაკლებობა მმართველ პარტიაში, რასაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმების ბოლო სტადიებზე ხედავთ ხოლმე. რამდენ ხანს გრძელდება ბოლო სტადია, არ ვიცი. მეორე მხარე მოსახლეობა, რომლებიც 2 წელიწად ნახევარია პროტესტშია და არა მხოლოდ 195 დღე ნამდვილად დაღლილია იმის მოლოდინით თუ რა მოხდება. ასე რომ ეს მძიმე ტვირთია ხალხისთვის, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს. მძიმე ტვირთია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთა გაერთიანებასაც ვცდილობ, როგორც ჩვეულებრივ, ვინაიდან მათ ისეთი რაღაცების მიღწევას სთხოვენ, რაც მთლად ნათელი არ არის, როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ნიკა გვარამია მესამე ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის ყალბი კომისიის უარყოფისთვის დააპატიმრეს. სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს ახლავე. ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად სულ უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში. საქართველო ყოველდღიურად სულ უფრო ღრმად იძირება ავტორიტარიზმში. საპასუხოდ რამდენად ცოტა რამეს აკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. სანქციები ივანიშვილსა და მის ხელშემწყობებს, წერს იუკნევიჩიენე. პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას აქვს გამოწვევა, ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დიდ იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენს პარტნიორებთან, პრეზიდენტთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ზუსტად იმავე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არ შესვლა და კომისიასთან არ თანამშრომლობაა, ყალბი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა დაიხურება და ამ ბრძოლაში ერთიანები ვიქნებით. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, სწორედ ამ არ თანამშრომლობით, ამ რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემით ჩვენ მივაღწევთ რეჟიმის როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლას, რაც საბოლოოდ მათ ჩამოშლის. გახარია საქართველოსთვის ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს. როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანმა განმარტა, ის ხდომაზე ჩორჩანა საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული, რათა დამატებით შეკითხვებს უპასუხოს. ამასთანავე მისივე ინფორმაციით გიორგი გახარია კომისიის 23 ივნისის ხდომაზეა დაბარებული. ეს პროცესები არის მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო. ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ. ყოველი უსამართლობა დიდ ბრაზს ბადებს საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ამით წალეკავს. ამის შესახებ პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. ცუცქირიძის თქმით, მაშინ, როდესაც არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, ადამიანებს სასჯელს წყლობით უსჯიან. ეს მცდელობაა ხალხის შეშინების და ყოველი უსამართლობა დიდ ბრაზს ბადებს საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ქართულ ოცნებას წალეკავს. განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ადასტურებს ერთ რამეს. ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში. თუმცა როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები და რა შეთავაზებით უნდა გამოვიდნენ პოლიტიკური ძალები, ვხედავთ, რომ ამაზე საზოგადოებას მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ აქვს. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ამ კვლევის გაცნობა საინტერესოა, რადგან უკეთესად დაინახოს სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ეს ბუნებრივია, რადგან ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც სწორედ პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა დაგეგმონ. თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის კვლევის გაცნობა საინტერესოა, რადგან უკეთესად დაინახოს სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს. ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი. დღეს ლექსო სამხარაძეა რეჟიმის მსხვერპლი ხვალ კი შენ იქნები, სანამ ამ უსამართლობას ეგუები. ასე ეხმაურება ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ქართული ოცნების დეპუტატ დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის პაქტზე ალექსანდრე სამხარაძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას. ხაზარაძე ალექსანდრე სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს. ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს. ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი. ჯამი სოლიდარობა ლექსო სამხარაძეს რეჟიმის ტყვეებს ამ ქვეყანას ერთად უნდა ვუშველოთ. წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ წერს. მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილს კვლავ შევხვდით, მაშინ როდესაც საქართველოში თავისუფლებებზე თავდასხმები იზრდება, მე საფრანგეთის მხრიდან ქართული ოცნების არალიბერალური მიმართულებებით სულა კიდევ ერთხელ დავგმე, წერს ბენჟამინ ჰადადი X-ზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა მზადყოფნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მუდმივად იქნება ვეტერანების გვერდით და მათ საჭიროებებს მაქსიმალური ყურადღებით მოიკიდება. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ვეტერანებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით Airbus 319-ით შეასრულებს. თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კახეთის გზატკეცილზე თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. პირველი ეტაპის განმავლობაში გადაადგილება შეზღუდულია ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, რის შემდეგაც შეზღუდვა მარცხენა ზოლზად შეეხება. თბილისის მერია ბოდიშ გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში 370 ბალისტიკური რაკეტა და ასობით დრონი ისროლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით ორშაბათს დილის მონაცემებით ისრაელში საერთო ჯამში 24 ადამიანი დაიღუპა და 592 დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა. ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანს სრული უფლება აქვს ბირთვული ენერგიით ისარგებლოს. ირანელმა ხალხმა ხელები უნდა ჩასჭიდოს ერთმანეთს და მტკიცედ დაუპირისპირდეს ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვისარგებლოთ ბირთვული ენერგიით და ჩავატაროთ კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების ინტერესების უკეთესად მომსახურებას და მიზნების მიღწევას. განაცხადა პეზეშკიანმა. მისი მტკიცებით ირანი აგრესორი ქვეყანა არ არის. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის მიერ ისრაელზე ღამით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამას თეირანის მაცხოვრებლებისთვის შედეგები მოჰყვება. თეირანის ამპარტავანი დიქტატორი მხდალ მკვლელად იქცა, რომელიც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ სროლებს ახორციელებს, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელიც მის შესაძლებლობებს ანადგურებს. თეირანის მაცხოვრებლები ამის ფასს გადაიხდიან და მალე, დაწერა ისრაელ კაცმა X-ზე. შეგახსენებთ, ირანმა ღამით ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა. ჰაიფას მერ იონა იაჰავის განცხადებით ირანის მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. 4 ადამიანი ქალაქ პეტახ-ტიკვაში დაიღუპა. ერთი კი ბნეი-ბრაკში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად 287 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ცნობისთვის სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ამასთან ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემცხროპლა და 1277 კი ჰოსპიტალიზებულია. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.